სოფელში ხალხმა იცის რა, დაждე მიახოლები, სადაც ღუმელი უდგიათ ესეთი. ან კარტოფილს ან ოჯახურს ან ესე ხორცი თუ აქ დაჭრიან ხოლმე უცებში ჭავენ, არ არის გვინო და თელი ზამთარი რა უნდა აკეთო. ჭამე მეგობრებს დაუძახე, დალიეთ და თელი ზამთარი გლეხკაცი რას აკეთებს? რაც კი მანამდე უშრომია ზამთარში ისვენებს. ჭამს და პატარა სკოტრიალობს და თავს პატივსაც ცემს და ღორებს აკლავენ. ქეიფობენ. ო და არის მთელი ამბავი რა. სოფელში ცხოვრება არის ძალიან მაგარი. აჰა. ეს ამბავი დამთავრებულად გამომცხადები. ორი საგერთა ვეზია. მეცა მომიცი, ეს მომაცი ახლა მანდ. ეს აკიდოს. ელა. აკეთენ დავდო ესა? ეგ არ მინდა საერთოდ. როგორ ეხო მამა შენი ვარ, წესით ჩემი ნაპირალი არ უნდა გეზღებოდეს, ანუ აქედან ჩავალ. ასე რომ ტაფიდანაც ძალიან. ხოდო რა ვიცი რაღაცა. ჩემსავე დიდი ხანი ჯარში რო იქნე, მე ისეთი რამები არ შეგიზღება, გაგი. დიდი ხანი არ ყოფილა. ო. ცოტა ხანი ხო იყავი, სად იყავი? სამხედრო ბანაკში. ძალიან კარგი პროექტი იყო სხვათა შორის, საფრთხე ვიტარდება. ეგ სადა სერჟანტების სკოლაში. არა, რამოდენიმე ის აქვთ ტერიტორია აქვთ, მე უშუალოდ ვიყავი იქ კოჯის ბაზაზე. მაგრამ ქალაქის სერჟანტების სკოლაში იყავი. ხო, სერჟანტების სკოლის ვიტარდება. მე მოიკითხე შენი სერჟანტები, რა ვიცი, ახანა არა ყავდა იქა? როგორ ყავდა და მაშინ ამ ვიდეოთი ჩემს ოცეულის მას რა ქვია მეტაურს მასტერ სერჟანტ ირაკლი ღლონს მოვიკითხავ. მასტერ სერჟანტ. არა უშავს, მე სერჟანტი ვარ. სერჟანტი შეიძლება ჯოლიდან ხედავს. ცოტა ამღურებულა ღვინო. არა უშავს. როგორც იტყვიან თავისი. მოიტეხე